გელათის მეცნიერებათა აკადემიამ გამოჩენილი ქართველოლოგის, ენათმეცნიერისა და ტექსტოლოგის ალექსი ჭინჭარაულის დაბადებიდან 100 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა გაიხსენეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ჭინჭარაულის თხზულებათა 10 ტომეულის პირველი 3 ტომი. ბატონი ალექსი ჭინჭარაული, ფოლკლორის დიდი მცოდნე, მეცნიერი და დღეს ჩვენ აღვნიშნეთ მისი 100 წლის თავს. ეს ეძღვნება მის მოღვაწეობას, ცხოვრებას. ალექსი ჭინჭარაული იყო ძალიან მრავალმხრივი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწე. მისი მრავალმხრივობა გამოირჩეოდა უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ის იყო ვეფხისტყაოსნის ტექსტის ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო მკვლევარი. ალექსი ჭინჭარაულის ხსოვნა ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოებისთვის. ეს ღონისძიება ეძღვნება ისეთ დიდ გამოჩენილ ადამიანს, რომლის სახელი ტრადიციებს, განათლებას და მეცნიერებას უკავშირდება. ასეთ ღონისძიებებს მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებისათვის, თაობებისათვის.